დღეს მოკლედ მიმოვიხილავთ მჟავატოტოვანი წონასწორობის დარღვევებს და მის გამომწვევ მიზეზებს. მჟავატოტოვანი წონასწორობის აღმნიშვნელი პარამეტრი ეს არის pH-ი, რომელიც გამოითვლება ჰენდერსონ-ჰასელბახის ფორმულით. მისი გამარტივებული, მოდიფიცირებული ვარიანტი კი გამოიყურება შემდეგნაირად. pH-ი ტოლია, ბიკარბონატების იონების კონცენტრაციის შეფარდება ნახშირორჟანგის პარციალურ წნევასთან. ნორმის შემთხვევაში pH-ი შეიძლება იყოს აციდოზისკენ გადახრილი და ასევე ალკალოზისკენ გადახრილი. აციდოზისკენ მსუბუქი გადახრის შემთხვევაში pH-ის მაჩვენებელი ტოლია 7.35, 7.39. როდესაც გვაქვს ნორმა ალკალოზისკენ მსუბუქი გადახრით, pH-ის მაჩვენებელი ტოლია 7.41, 7.45, ხოლო თუ pH-ი ნაკლებია 7.35-ზე, მაშინ სტატუსი ფასდება როგორც აციდოზი, ხოლო თუ pH-ი მეტია 7.45-ზე, მაშინ სტატუსი ფასდება როგორც ალკალოზი. დავიწყოთ აციდოზზე საუბრით. აციდოზი გვაქვს რესპირატორული და მეტაბოლური. რესპირატორული აციდოზის შემთხვევაში სისხლში მომატებული არის ნახშირორჟანგის კონცენტრაცია, ანუ გვაქვს ჰიპერკაპნეა და რიცხობრივი მაჩვენებლით ნახშირორჟანგის პარციალური წნევა მეტია ვერცხლისწყლის სვეტის 45 მმ-ზე. ჰენდერსონ-ჰასელბახის ფორმულიდან გამომდინარე კი ეს იწვევს ფარდობის შემცირებას, შესაბამისად pH-ის დაქვეითებას. ანუ pH-ი ამ დროს გვექნება 7.35-ზე ნაკლები. მის გამომწვევ მიზეზებს რაც შეეხება, იმისათვის რომ მარტივი დასამახსოვრებელი იყოს, ვიყენებთ შემდეგ მნემონიკს, ეს არის დიპრეს. თითოეული მათგანი განვარტოთ. პირველი ეს არის წამლები, მაგალითად სედაციური წამლები, ასევე ფილტვის შეშუპება, პნევმონია, სუნთქვის ცენტრის დაზიანება, მაგალითად ინსულტის დროს, ასევე პულმონური ემბოლიზმი, ფილტვის ელასტიურობის დაქვეითება და ბრონქოკონსტრიქცია. შემდეგი ეს არის მეტაბოლური აციდოზი. მეტაბოლური აციდოზის შემთხვევაში სისხლში მომატებულია მჟავეების დონე, შემცირებულია მჟავების გამოყოფა და იკარგება დიდი რაოდენობით ბიკარბონატი. რიცხობრივი მაჩვენებლით კი ბიკარბონატის დონე ნაკლებია 22 მილი ექვივალენტ ლიტრზე. ეს ჰენდერსონ-ჰასელბახის ფორმულიდან გამომდინარე გვაძლევს ამ ფარდობის შემცირებას, ქვეითდება pH-ის მაჩვენებელი და pH-ის მაჩვენებელი ამ დროს ნაკლებია 7.35-ზე. მეტაბოლური აციდოზის დროს აუცილებელია კიდევ ერთი პარამეტრი განვიხილოთ, ეს არის ანიონური ნაპრალის მაჩვენებელი. ანიონური ნაპრალი გულისხმობს კათიონებსა და ანიონებს შორის სხვაობას. მისი გამოსათვლელი ფორმულა კი გამოიყურება შემდეგნაირად. ანიონური ნაპრალი, ანუ Ag ტოლია ნატრიუმის იონების რაოდენობას გამოკლებული ბიკარბონატებისა და ქლორის იონების ჯამი. იმის მიხედვით, თუ რა მაჩვენებელს მივიღებთ ანიონურ ნაპრალს, მეტაბოლური აციდოზი არის შემდეგი ქვეტიპების. გვაქვს მეტაბოლური აციდოზი ანიონური ნაპრალის მომატებით, როდესაც მისი მაჩვენებელი 12-ზე მეტია და გვაქვს მეტაბოლური აციდოზი ანიონური ნაპრალის შემცირებით, როცა მისი მაჩვენებელი არის 8-სა და 12 შორის. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, მომატებული ანიონური ნაპრალით მიმდინარე მეტაბოლური აციდოზის გამომწვევი მიზეზების დასამახსოვრებლად ვიყენებთ მნემონიკს Goldmark. პირველი რაც იწვევს ეს არის გლიკოლები, ასევე ოქსოპროლინი, ლაქტატი, დელაქტატი, მეთანოლი, ასპირინი, თირკმლის უკმარისობა და კეტოაციდოზი. რაც შეეხება მეტაბოლურ აციდოზს დაქვეითებული ანიონური ნაპრალით, მისი დასამახსოვრებელი მნემონიკი არის HARDES. პირველი რაც იწვევს ეს არის ჭარბი რაოდენობით კვება, ასევე ედისონის დაავადება, თირკმლის ტუბულური აციდოზი, დიარეა, აცეტაზოლამიდი, სპირონოლაქტანი და მარილოვანი ხსნარებით ინფუზია. კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომელსაც აუცილებლად ვითვალისწინებთ, ეს არის B, ანუ base excess, ფუძეების ნამატი, რომელიც გვიჩვენებს აღებულ სისხლში ბიკარბონატების კონცენტრაციის სხვაობას ნორმულ მაჩვენებელთან. როდესაც მისი დონე ნაკლებია -2 მმოლ/ლიტრზე, ეს მიუთითებს, რომ ბიკარბონატების შემცირებული რაოდენობა გვაქვს პირველადი მეტაბოლური აციდოზის ან კომპენსირებული რესპირატორული ალკალოზის ხარჯზე. ახლა კი ვისაუბროთ ალკალოზე. ისევე როგორც აციდოზი, ალკალოზიც არსებობს ორი სახის, რესპირატორული და მეტაბოლური. რესპირატორული ალკალოზის დროს სისხლში შემცირებულია ნახშირორჟანგის კონცენტრაცია, ანუ გვაქვს ჰიპოკაპნეა ჰიპერვენტილაციის ხარჯზე. რიცხობრივად კი ნახშირორჟანგის პარციალური წნევა ნაკლებია ვერცხლისწყლის სვეტის 35 მმ-ზე. რაც შეეხება pH-ის მაჩვენებელს, ფორმულიდან გამომდინარე, CO2-ის პარციალური წნევის შემცირება იწვევს ფარდობის მომატებას, შესაბამისად pH-ის მაჩვენებელი იზრდება და ალკალოზის დროს pH-ის მაჩვენებელი მეტია 7.45-ზე.
რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს. გამომწვევი მიზეზების მარტივად სამახსოვრებლად ვიყენებთ მნემონიკს, როგორც არის ჩემპს. პირველი ეს არის CNS-ის დაზიანება, რომელიც იწვევს რესპირაციული ალკალოზის განვითარებას, ასევე ჰიპოქსია, შფოთვები, მექანიკური ჰიპერვენტილაცია, პროგესტერონის მომატებული დონე, ორსულობა, ასევე სეფსისი, სალიცილატების და ტოქსინების გამოყენება. რაც შეეხება მეტაბოლურ ალკალოზს, მეტაბოლური ალკალოზის დროს სისხლში შემცირებულია H-იონების დონე და მომატებულია ბიკარბონატები. ბიკარბონატები რიცხობრივად მეტია 26 მილიეკვივალენტ litrზე. ისევ ფორმულიდან გამომდინარე, ბიკარბონატების რაოდენობის მომატება იწვევს pH-ის დონის მომატებას და შესაბამისად pH-ის მაჩვენებელი მეტია 7.35-ზე. აქაც ვიყენებთ მნემონიკს იმისათვის, რომ გამომწვევი მიზეზები მარტივად დავიმახსოვროთ. ეს მნემონიკი არის Clever PD. მეტაბოლური ალკალოზის გამომწვევი მიზეზი პირველი შესაძლებელია იყოს სითხეების შეზღუდვა, ასევე ძირტკბილას გამოყენება, ენდოკრინული დაავადებები, როგორიც არის კონის კუშინგის ბარტერის დაავადება, ღებინება, ნაზოგასტრალური ზონდის გამოყენება, ასევე ტუტეების სიჭარბე, კვებითი ალკალოზი, პოსტჰიპერკაპნეა, დიურეტიკების გამოყენება და ქრონიკული დიარეა. რაც შეეხება basic excess, ანუ ფუძეების ნამატს. ამ შემთხვევაში, როდესაც ფუძეების ნამატი მეტია 2 მილიმოლ litrზე, ეს მიუთითებს, რომ HCO3, ანუ ბიკარბონატების დონე არის მომატებული პირველადი მეტაბოლური ალკალოზის ან კომპენსირებული რესპირაციული აციდოზის ხარჯზე.